რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მასობრივად დააკავეს ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სხვადასხვა დანაშაულში, რომელიც მოხდა 2001-2010 და 2011 წლებში. როგორც რუსული მედია იტყობინება, დაკავებისას დაიღუპა 2 ადამიანი და ასევე დაშავდა რამდენიმე, გამოქვეყნა კიდევაც სასამართლოდან რამდენიმე კადრი ეჭვმიტანილის, სადაც ჩანს კიდევაც დაზიანებები, რომელიც ზოგიერთს აქვს სახეზე, როგორც ცნობილი არის ინფორმაცია, 2 არის გადაყვანილი საავადმყოფოში. 2 ძირითადი ეჭვმიტანილი არიან ძმები გუსეინ და ზიად საფაროვები, რომლებიც დაიღუპნენ დაკავების დროს. წინასწარი დაუდასტურებელი ინფორმაციით ერთ-ერთ ძმას ჰქონდა გულის პრობლემა. ზოგიერთი მედია რუსული აღნიშნავს, რომ მეორე ძმასაც ჰქონდა ასევე გულის პრობლემა და ამის გამო დაიღუპნენ ისინი. ამასთან დაკავშირებითაც უნდა დაიწყოს გამოძიება. დანარჩენების მდგომარეობა ზოგიერთი წყაროს ცნობით არის მძიმე. გამოძიების თანახმად დაკავებულებს იუნის პაშაევის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იმ დროს მთავარი ეჭვმიტანილები იყვნენ კაფე კასპიის მფლობელები, ძმები გუსეინ და ზიად საფაროვები. ასევე დაკავებულებს ორგანიზებულ განზრახ თავდასხმაში ედებათ ბრალი, რომელიც 2011 წელს მოხდა ეკატერინბურგში. მესამე ეპიზოდი ეხება იკრამ გაჯიევის ბოსნიური საწყობის მფლობელის მკვლელობას. მასობრივ დაკავებებს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ ძალადობის ძალის ასეთი გამოყენება არის დაუშვებელი და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება. მომხდარის ფონზე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ყველა ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი იყო რუსეთის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ამის შესახებ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ, ასევე აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა რესპუბლიკის და რუსეთის ფედერალური ასამბლეის პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის კომისიის სხდომაში. პარლამენტის განცხადებაში მითითებულია, რომ მიზეზი რუსი სამართალდამცველი ორგანოების მიერ დემონსტრაციული და უკანონო ქმედებები იყო, რამაც აზერბაიჯანელებს შორის მსხვერპლი გამოიწვია.